გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო, მე ვარ სოსო სალუქვაძე, გადაცემა ვენი ვიდის სამყვანი. დღეს სტუდიაში მე მოვედი შეიარაღებული წიგნით, რომელიც მოგზაურობას ეხება. ალბათ ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მე ისევე როგორც ბევრ სხვა ძალიან უყვარს, როდესაც კარგ წიგნს ჩუქნიან და მას მით უმეტეს თუ ავტორისეული მიძღვნა გულდითადი და მეგობრული ახლავსთან მით უკეთესი. ეს წიგნი სწორედ ასეთია, ის ეკუთვნის ჩემს მეგობარს და კოლეგას ლევან ალფაიძეს, მისი სახელია წონასწორობის რღვევისკენ, ანუ off balance და ის ავტორის სხვადასხვა მხარეებში მოგზაურობას ასახავს. ძალიან მიხარია, რომ დღეს ბატონი ლევანი ჩვენი გადაცემის სტუმარია. ლევან, გამარჯობათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და მინდა რომ თქვენთან ერთად ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ ვირტუალურად ერთ-ერთი იმ მოგზაურობათაგანი, რომელიც თქვენ განახორციელეთ რეალობაში. ამისთვის ჩვენ დღეს ვეწვევით ჩინეთს, ტაიშანის მთას, რომელიც ძალიან კარგად აქვს გადმოცემული წიგნში და საინტერესო იქნება თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი განცდები. ერთს კი ვიტყვი, რომ ზოგადად სიმაღლისკენ სწრაფვა, ზეციური სტიქიისკენ სწრაფვა ადამიანისთვის ძალიან დამახასიათებელი და სასურველია ყოველთვის სხვადასხვა კულტურებში სწორედ ადამიანი ზებუნებრივს, ღვთიურს, სწორედ ზეცაში მოიაზრებს და ამიტომ ცდელობა იმისი, რომ რაც შეიძლება მაღლა ავიდეს, რაც შეიძლება დაუახლოვდეს, ასე ვთქვათ, ზეციურ სამყაროს, მისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მინდა გკითხოთ, საქართველოში გაზრდილ და ასე ვთქვათ, ნამყოფ ადამიანს, რატომ მოგინდათ ჩინეთში მცირე ხანით ყოფნის დროს, სწორედ მთისთვის მიგემართათ და ასულიყავით მთაზე. კარგით, დიდი მადლობა, ვეცდები მოგიყვეთ. რატო წავედი ტაიშანზე, ჩინეთში მართლა ხანმოკლე ვიზიტის დროს რა. დიდი ხნის წინ მქონდა ეს ისტორია წაკითხული, აი მთის შესახებ. ტაიშანი მდებარეობს ჩინეთის აღმოსავლეთში, შანდუნის ნახევარკუნძულზე, რომელიც შეჭრილი არის ამ ყვითელ ზღვაში და მდინარე ხუანხეც იქვე ჩაედინება. ზღვაში ცნობილი მდინარე, ცივილიზაციის აკვანი და იქ მდებარე არც ისე მაღალი ქართული და ჩინური საზომით მთა, ტაიშანი 1554 მეტრია. მაგრამ ამ მთას, როგორც ბევრგან სხვადასხვა კულტურებში, საკრალური, ესე წმინდა მნიშვნელობა გააჩნია ჩინელებს, აი ძველი თავის ტრადიციული რწმენით სჯერათ, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ენერგიის გამტარი არის ზეცასა და მიწას შორის და ჩინეთის 5 წმინდა მთას შორის ტაიშანი მიიჩნევა მთავარ მთად. იგი ყველაზე აღმოსავლეთით მდებარეობს და რუკაზე რომ ნახოთ, ძალიან საინტერესოდ არის განლაგებული ეს 5 წმინდა მთა, სახელებს აღარ ჩამოვყვები. შანით მთავრდება, ყველა შან ნიშნავს მთას ჩინურად და განსაკუთრებული იეროგლიფი აქვს ამას. სხვა შორის იაპონურში იგივე იეროგლიფი გამოიყენება და яма. აი ხო გაიგონიათ? яма, მაცუიამა და ესეთი გვარები და სახელები რომ ფუძიამა ხო? მთას ნიშნავს ეს яма და ჩინურადაც და იაპონურადაც ერთნაირი იეროგლიფით იწერება. ეს მთები, ეს წმინდა 5 წმინდა მთა, შეიძლება პირობითად ვთქვათ, ტრადიციული დაოსისტური რელიგიის წმინდა მთები. ესეთ 5 კუთხეც ქმნიან და ერთი მთა, თუ არ ვწდები ხუანგშანი, ცენტრში მდებარეობს და 4 სხვადასხვა მიმართულებაზე აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. ტაიშანი ყველაზე აღმოსავლური მთა არის, აღმოსავლეთით მდებარე მთა არის და მასზე მიემართება ადამიანის მიერ გაკეთებული გამოთვლილი უსასრულო კიბე, პირდაპირ შეიძლება ესე ვთქვათ. წაკითხული მქონდა და კიბე აშენეს მთაზე ყველა მაღალი ადგილისკენ სადღაც რაღაც მომენტში კიბე მიემართება. შეიძლება ასე ვთქვათ, უკაცრავად რომ გაწყვეტინებ.
ტაიშანი ეს არის გრძელი კიბე ზეცისკენ. კი, ზუსტად ასე არის და სახელებით, ჩინური სახელებით ასეთი ქვია. ზეცისკენ მიმავალი გზის ქვედა კარიბჭე, შუა კარიბჭე და შემდეგ უკვე ძალიან კარგი. ნამდვილად ძალიან საინტერესო მოთხრობა იწყება ახლა და მოგზაურობა, მაგრამ მე ერთი თხოვნა მექნება თქვენთან. სანამ უშუალოდ ტაიშანის მთასთან მიბრძანდით, ალბათ რაღაც გზა განვლეთ და იმის შესახებაც მოგვიყევით, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ყველაფერი დოკუმენტირებული გაქვთ თქვენს წიგნში. ცოტა ძნელია ხა ამდენი შთაბეჭდილება ჩაატიო მოკლე საუბარში. მართალია, მაგრამ რასაც შეუძლია. ყოველთვის ძნელია ამის ყველაფერს ერთად თქმა, მაგრამ ჩემი მოგზაურობა ტაიშანისკენ დაიწყო შანხაიდან. შანხაი ეს ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქი არის. ყველას გაიგონიათ, თბილისში უბანიც გვაქვს შანხაი. მე შანხაისთან ახლო ვცხოვრობ. მეც, ხო. ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი არის. აი მასშტაბები რო წარმოიდგინოთ, მოკლე ისტორიას გეტყვით, ჩავფრინდი ხო? პუდონგის აეროპორტში. ეს პუდონგი პატარა კუნძული არის შანხაიში, ასე ვთქვათ. და ასევე უდიდესი ჩინური მდინარე იანცი იქ ჩაედინება შანხაისთან ჩინეთის ზღვაში. პუდონგის აეროპორტიდან ტაქსი ვიქირავე, სასტუმრო დაქირავებული მქონდა და ისე ჩემთვის, აი როგორც გეოგრაფმა რა, მეთქი, აი რამდენს გაივლის ნეტა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ძალიან დიდი ქალაქი. 24 მილიონი რამდენად? 24 მილიონი თითქმის ხო მოსახლეობა რა და თან უთხარი შოფერს რომ დანიშნე, მეთქი დანიშნა. 102 კილომეტრი გაიარა აეროპორტიდან სასტუმრომდე, ოღონდ სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში. ანუ იქ არ დამთავრებულა ეს ქალაქი. სასტუმროდან კიდე ერთი 100 კილომეტრი არის ქალაქის მეორე ბოლომდე. ხო და აი დღემდე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება დავარქვათ ქალაქი ადგილს, რომლის დიამეტრი თბილისიდან ზესტაფონამდეა ლამაზი. ანუ სივრცე ამას ერთი ქალაქი არის თბილისიდან ზესტაფონამდე. მოკლედ, აი ამ დიდ და დიდებულ შანხაიში ჩასვლის მერე რამდენიმე დღე მქონდა, საქმიანი ვიზიტით ვიყავი და უნდა წავსულიყავი ჩრდილოეთში ერთ-ერთ ქარხანაში. საბედნიეროდ ეს ქარხანა ტაიშანის გვერდზე მდებარე ქალაქ ლაოჩენში აღმოჩნდა და სანამ იმ ქარხანაში მივიდოდი 2 დღე მქონდა და გადავწყვიტე რომ ტაიშანს წვეოდი. მაგრამ ჩინეთი არის ძალიან დიდი ქვეყანა, მესამე ქვეყანა არის მსოფლიოში, უბრალოდ შეგახსენებთ ტერიტორიით და პირველი, ჯერჯერობით პირველი არის მოსახლეობით. და შანხაიდან აი ტაიშანის მთამდე დაახლოებით 1000 კილომეტრი. შეიძლება ჩაგეკითხები ლევან კიდევ ერთ რამეს, მე როგორც ვიცი, როგორც მე არ ყოფილი ვარ შანხაიში, ბეიჯინგში ან პეკინში ვარ ნამყოფი, მაგრამ ამბობენ რომ შანხაი საერთოდ სხვა სამყაროა ჩინეთისთვის, ყველაზე უფრო მოდერნისტული, მოდერნიზებული ქალაქია განსხვავებით ჩინეთის სხვა ქალაქებიდან და თუ შეგიძლიათ ორი სიტყვით მაგაზედაც რომ კი ბატონო, აი შანხაი არის მართლა, აი ნიუ-იორკზე როგორც ამბობენ ამერიკელები, ნიუ-იორკი არ არის ამერიკა, ნამდვილი ამერიკა სხვაგან უნდა ნახოთ. ესე ამბობენ ჩინეთშიც შანხაიზე. იმიტომ რომ შანხაი იყო ერთადერთი ქალაქი პრინციპში, აი ჰონგ-კონგამდე და მაკაომდე, სადაც უცხოელები საერთოდ დაიშვებოდნენ. და ხა საპორტო ქალაქი იყო, მიზიდულობის ცენტრი ყოველთვის იყო, ყველაზე ახლო იყო, ვთქვათ, ფილიპინებთან, ვიეტნამთან, ამიტომ როგორც დიდი პორტი ყოველთვის თამაშობდა ამ სავაჭრო და საერთაშორისო ფუნქციას. თუმცა ჩინეთი ყოველთვის ჩაკეტილი ქვეყანა იყო და ერთადერთი ადგილი, სადაც აი პირველად მოხვდნენ და დაუშვეს პორტუგალელები იყო შანხაი. ამიტომ ეს უცხოელებთან აღრევა, უცხოურ კულტურასთან ზიარება შანხაის დღემდე ყველაზე მეტად ეტყობა. საკმარისია შანხაიდან 100 კილომეტრით, სადაც სხვა ქალაქში წახვიდეთ და იქ მიხვდებით, რომ სხვაგან მოხვდით, სხვა ჩინეთში. ან ევროპული კვარტალიც არის, ხო? კი, ეს ევროპული კვარტალი, რომლითაც ხო ძალიან ამაყობენ ტურისტები, რომ ვნახეთ ევროპული კვარტალი, სულაც არ არის საამაყო ჩინელებისთვის, იმიტომ რომ ევროპული კვარტალი ბუნდი, გერმანული სახელი ქვია ამ კვარტალს, ძალიან ლამაზი შენობები დგას ზეძღვის სანაპიროზე რა, აი ესეთი ბულვარებით არის, სადაც სეირნობენ ჩინელები და ეს ევროპული ქალაქია გაშენებული ამ ბულვარის გასწორებით. მაგრამ რომ მიხვალ ახლო ამ შენობებთან თითოეულ მათგანს აწერია, რომ ეს არის
ფრანგული ოპიუმის კომპანია, ბრიტანული ოპიუმის კომპანია, ამერიკული ოპიუმის კომპანია. ეს არის აი ეს მართლაც ავადგასახსენებელი ოპიუმის ომების დროინდელი, ესეთი სამწუხარო წარსული ჩინეთისა, როდესაც კოლონიზატორებმა, დიდმა ქვეყნებმა, ევროპის და ამერიკის თავს მოახვიეს ჩინეთს ოპიუმით ოფიციალურად ვაჭრობა, ასე ვთქვათ. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიჩქარეთ, შეიძლება ვერ ჩავიდეთ გადაცემის პერიოდში. და დავჭეთ ოპიუმის ომებში. შანხაიში, იმიტომ რომ მასე მოსაყოლი ნამდვილად ძალიან ბევრია. შემდეგ რა ხდება? როგორ განაგრძება? როგორც გითხარით, ძალიან შორს აღმოჩნდა ეს. მე როგორც ქართველი ამ მანძილებსა ვარ მიჩვეული და აღმოჩნდა რომ 1100 კილომეტრი ამ აიშანამდე და რა ვქნა მეთქი ვკითხე ამ ჩინელ პარტნიორებს იქა და თუ გაქვთო დრო და შესაძლებლობა, ჩქარი მატარებლით, ჩქარი მატარებლით იწავალ, რამდენ ხანში ჩავამეთქი. რამდენად ჩქარია? 3 საათში ჩავიყო. 1100 კილომეტრს თურმე გაივლის 3 საათში და ისევ როგორც გეოგრაფია ამას ესე იგი თბილისიდან ზღვამდე და უკან. თბილისიდან როსტოვამდე 3 საათში. დაახლოებით ეგ არის. ხო და გამიხარდა თან რომ რაღაც ახალს ვნახავდი და აი ამ ჩინურ G train-ი ესე ქვია, იმაზე დავჯექი, მართლა 3 საათში ჩამიყვანა, პირდაპირ იმ ქალაქში გააჩერა ტაიანში, სადაც თავმდებარეობს და დავბინავდი იქ და ცოტა დავისვენე და წავედი ტაიშანისკენ. ანუ ძირითადი გზა 300-350 კილომეტრის სიჩქარით. ხო, ესე გამოდის. 3 საათში, ზუსტად 3 საათში ჩავიდა, 1100 კილომეტრი გაიარა რა. მერე კი დამენანა ბარემ პეკინამდე წავსულიყავ, იმიტომ რომ ახლოა პეკინი. გზაზე ყველაზე საინტერესო რა დაგამახსოვრდა? გზაზე დამამახსოვრდა. ხო, ჯერ ესეთი მატარებელი და მისი სიჩქარე ძალიან კომფორტულია ეს ჩქარა მოძრაობისას, ძალიან კომფორტულია. თან აეროპორტისგან გასხვავებით პირდაპირ ჯდები არ ხდიან ასაცმელს და ფეხსაცმელს. ხო, ხუანხე გადავიარეთ. ეს ჩემთვის ესეთი გამოცდილება იყო რა, მოულოდნელი. კი, ადამიანს გააქვს წარმოდგენა, რომ რამხელა შეიძლება იყოს ვოლგა, დუნაი, თქვა. ენისე არა მაქვს ნახე ხოლმე. ხუანხე აღმოჩნდა იმაზე უფრო დიდი, ვიდრე მე შემეძლო წარმომედგინა. ვიცოდი რომ ძალიან გრძელი მდინარეა 4500 კილომეტრზე მეტია ტიბეტის პლატოზე იწყება და აგერ ყვითელ ზღვაში ჩაედინება. ეს არის უზარმაზარი და თვითონ აყვითლებს ამას. ხო და ასეთი ყვითელი თუ იქნებოდა მართლა ამის დაჯერება და თან ასეთი ბობოქარი რა. ტალახის მდინარესაც ტალახის მდინარეს გავს, ხო, აი ეს ხიდი იყო ალბათ კილომეტრიანი რა. ალბათ კილომეტრიანი და გავაჩერებინე გთხოვთ მეთქი ზოლს უთხარი. ეს ბავშვობიდან მინდოდა ამის ნახვა მეთქი და გააჩერა რა. დასაწყისში ხიდის და კი, ეს სტამბეჟდავი იყო. ანუ მატარებლის გაჩერებაც მოსულა? მატარებელს ვერ გააჩერებდა. ისეთ სიჩქარით და სხვა ქალაქში მოუწევდა გაჩერება. ხო, მაგრამ ამასთან ერთად ხო მაყურებელსაც შევახსენებ და ჩემ თავსაც შევახსენებ, რომ ხუანხე ერთ-ერთი ცივილიზაციის აკვანია. კი, მსოფლიო ცივილიზაციის და ძალიან ბევრი წვლილი აქვს შეტანილი ჩინურ ცივილიზაციაში, მაგრამ ბევრი უბედურების მომტანიც არის ჩინელი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ საშინელი წყალდიდობებიც რეგულარულად თან ეს ერთადერთი მდინარეა მსოფლიოში ბატონი სოსოს დამეთანხმება, რომელიც დიდი წყალდიდობისას იმდენი ნაშალი მასალა და შლამი მოაქვს, რომ კალაპოტს იმაღლებს და უფრო მაღლა არის მდინარის დონე, ვიდრე მის გარშემო ველები, თქვა. ჭალა, ხო, იმდენად დიდი მასალა მოაქვს და ძალიან საინტერესოა ხა ამაზე აქაური ლაპარაკებ, მაგრამ საინტერესოა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ისტორიაც ხუანხეზე, რომელიც თავიდან შეუძლებელი ჩანდა, იმიტომ რომ ამ შლამის მასის გამო არ გამოდიოდა.
მაგრამ მაინც ადამიანმა, ჩინელებმა, ბრიტანელებმა, მე უკვე საბჭოთა სპეციალისტებმა ერთობლივად მოახერხეს და დღეს ეს მდინარე ჩინეთის სამსახურშია, ეს უზარმაზარი, წარმოუდგენელი მასა, კილომეტრი იყო, მე რაც ვნახე და კიდე უფრო ქვევით რო ჩადიხარ, უფრო იშლება მდინარე ციგანეში. მოკლედ მივადექით ტაიშანს, ხო, ტაიშანზე კიდე ერთი-ორ სიტყვას გეტყვით, რომ რა ავირჩიეს, რატო ამოვიჩემეს მთა. ჯერ ერთი ჩინელებისთვის წმინდა მთა არის. მეორეც ერთ-ერთი პირველი მთა არის, რომელიც მატიანეებში არის საერთოდ მოხსენიებული. უამრავი დინასტია იყო ჩინეთში, როგორც იცით, ჩინეთი ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციაა დედამიწის ზურგზე და აი ტაიშანის კიბის დასაწყისში ტაძრები, რომელიც დაოსისტური ტაძრებია ძირითადად დასაწყისში 2500 წლის არის. ანუ ადამიანს შანსი გეძლევა რომ ნახო 2500 წლის წინ აშენებული ნაგებობები და ჩინელები ძალიან აკურატულები არიან და სკრუპულოზურები როგორც ჩანს. იმ დროინდელი არტეფაქტებიც კი შენახულია. მეორე იმითი იყო მნიშვნელოვანი, რომ შანდუნის პროვინციაში ტაიშანის მახლობლად დაიბადა კონფუციუსი. მათი მთავარი მასწავლებელი. იგრძნობა მისი გავლენა არეალზე ასე. როგორც ჩანს იგრძნობა, ეხლა ჩემთვის ცოტა ძნელი აღსაქმელი იყო, მაგრამ ერთი რამ ვიცოდი, რომ კონფუციუსის სახელი და კონფუციუსის გამოთქმებმა კიდევ უფრო გაუთქვა სახელი ამ მთას, რომელიც ჩინურ ისტორიაში და ჩინურ კულტურაში არა მარტო საკრალური და წმინდა მთა იყო, არამედ ეს იყო მთა, რომელზეც ყველა იმპერატორი, ჩინეთის ნებისმიერი დინასტიის იმპერატორი თუ შეეძლო ეს, თავისი ფეხით უნდა ასულიყო. ეს იყო, რა თქმა უნდა, ალბათ ინიციაციის აქტი ხალხისთვის და ლეგიტიმაციის აქტი, იმიტომ რომ ჩინურ მითოსში და ჩინურ სამყაროში, აღქმაში სამყაროსი, ზეც არის წმინდანებით დასახლებული, წინაპრების სულებით დასახლებული სივრცე, ხოლო ადამიანი და მიწა არის უფრო დაბალი რანგის მოკვდავთა სამყარო, ამიტომ ადამიანს ეძლევა შანსი, მით უმეტეს იმპერატორს, რომელსაც ერთადერთს აქვს კულტურაში ზეცასთან კავშირის უფლება და შესაძლებლობა თავისი ფეხით ავიდეს კიბეზე. ეს კიბეც სწორედ მაგიტომ არის აშენებული, რომ ყველა შეძლებოდა იმპერატორთან ერთად იქ ასვლა, თავისი ფეხით ასვლა და ზიარება ზეცასთან. თან ერთსაც ვიტყვი, ჩინურ იერარქიაში ჩვენგან და ბევრი სხვა კულტურებისგან განსხვავებით, მხოლოდ იმპერატორი არის ასეთი ძალის და ლეგიტიმაციის მფლობელი. იერარქებს, ბუდისტი იქნება თუ დაოსისტი თუ სხვა რელიგიის, არ აქვთ მინიჭებული ისეთი რანგი. იქ საერთოდ რელიგია ცოტა სხვა ფუნქციას ასრულებს, ამიტომაც იმპერატორის ასვლა ფეხით, საკუთარი ფეხით, ტაიშანის მწვერვალზე ითვლებოდა ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულად, ერთ-ერთ მთავარ საქმიანობას. ძალიან შთამბეჭდავია რა, ასე შეიძლება, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ ყველა მოახერხა ამის გაკეთება. ხო, მე ვკითხე რა თქმა უნდა და არა, ძალიან ცოტა 16 თუ 20 არიან მხოლოდ ასული, 80 თუ 75 იმპერატორიდან. ასulis პროცენტი საკმაოდ დაბალია, ძალიან დაბალია და ეს კიდე ერთხელ მიანიშნებს რას? ცით აი ალბათ ჩინელებს ეს აზრიც ჰქონდათ ჩადებული, რომ შენით უნდა გაიარო ეს გზა. გინდა იმპერატორი იყავი და გინდა იმპერატორის მცველი ან მსახური. ყველა იღლება, ეს კიბე წარმოუდგენელია 15-16 კილომეტრია ჯამში, ოღონდ ძალიან ციცაბოა ზოგ ადგილებში, შეუძლებელია, ვერაფერზე ვეღარ ფიქრობ. და ლანდშაფტი რამდენად ასე ვთქვათ, შთამბეჭდავია ეს. სასაული, აი ჩინურ გრავიურებზე რაც მაგრამ ეხლავე მოგცემთ, რამე კორელაცია ხო არ არის ასულებს და არასულებს შორის, როგორი იმპერატორები გამოთქდნენ საბოლოოდ ხო? აი მაგაზე არ მიფიქრია, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ისიც არ ვიცი ეს ბოლო იმპერატორი ასულია თუ არა ცინის დინასტიის. არ ვიცი, ვერ გეტყვით მაგას, მაგრამ ფაქტი ერთია. ამის შესახებ ისტორია დუმს. ვინც არ უნდა იყო მანდ თუ დააპირებ ამ კიბეზე ასვლას, ძალიან სერიოზული პირველ რიგში ფიზიკური მომზადება გჭირდება. გამოცდა გელის. იქ დასვენება შეიძლება იქ არის სწორი ადგილები. ეს ფანტასტიკური სამყაროა, იმიტომ რომ მე როგორც თბილისელ ბიჩს, ასე ვთქვათ,
სულ მოვლილი მაქვს მთელი ეს თაწმინდები და ყველა მთები რაც არის თბილისის გარშემო ფეხით. ხო და მასშტაბებით შესაბამისი მქონდა რა. ჩვენი მთა და ხო 770 მეტრია, ხო? მაგრამ 400 მეტრიდან ადიხარ ჩვენთან თბილისში. ხო, იქ თითქმის შეფარდებითი სიმაღლე არის 300 ხო 1500-ია იქ. ანუ 0-დან ადიხარ ფაქტიურად. აქ 350. ხო, აქ 350. ამიტომ ვერაფერი ვერ გავთვალე, მე კოსტუმით ვიყავი. აი ეს მაინტერესებს. ეხლა თქვენი შტაბ-ჭრილები და თქვენი განცდები, აი ეს იმპერატორებს ვერ გავიგებთ, არც კორელაცია ვიცით ამისი, მაგრამ შენ როგორც საკუთარი თავის ლეგიტიმაციის მცდელი. ხო, რაღაცა მსგავსი მინდოდა, მე რომ ის გზა გამევლო, რომელსაც რა განიცადე იქ. ჯერ ესეთი იმპერატორები და ათეულობით მილიონი ადამიანი ჩინელები ცდილობენ ყოველ წელს რომ ავიდნენ. ათეულობით მილიონი. და ეს როგორც ჩანს წესია მათთვის. ეს რაღაც პილიგრიმული ადგილი. პილიგრიმული, ხო, განზრახვა და თან რატო ეს კითხვა სულ ჩდება, ხო? ამ ხალხმა ხო იცის რომ იმპერატორები არ არიან და შეიძლება ვერ მიიღონ კურთხევაზე ისგან. მაგრამ ჩინურ ფოლკლორში და ჩინურ კულტურაში დავიწყე ქექვა, რომ რა ხდება მეთქი რა არის. პასუხი აღმოჩნდა იეროგლიფებში დამარხული. ბრძენი გასხივოსნებული ადამიანი, ეს როგორც იცით, მათი კულტურის მთავარი ფიგურა არის. მაგიტო გითხარით ზეგან თქვა რელიგიურ ლიდერებს ან იერარქებს, არა აქვთ იმხელა წონა თქვა ჩინეთში, როგორც ჩვენთან ან ევროპაში, ან მუსლიმანურ სამყაროში. იქ პროვინციაში უხუცესი და ბრძენი კაცი უფრო პატივსაცემია, ვიდრე მეორე პროვინციაში ვიღაცა ცნობილი ადამიანი. ანუ ესეთი თემის შეგრძნება, ლოკალური თემი, ლოკალური სიბრძნის, ლოკალური კულტურის განცდა არის აქ. და აი ამ იეროგლიფებით ბრძენი ჩინურად იწერება ორი იეროგლიფით. პირველი არის მთა და მეორე არის ადამიანი. მორჩა. ანუ ადამიანი თლათ ესე არა, ადამიანი რომელიც მთას ეზიარება, ან ადამიანი რომელსაც მთა მიიღებს, ითვლება ბრძენად. და ეს განდეგილებზეა ძირითადად საუბარი, რომელიც მარტონი ცხოვრობდნენ და აი ამ გზაზე, ამ კიბეზე უამრავი სალოცავია, უამრავი ტაძარია, ზოგი დიდი, ზოგი პატარა, ზოგი დაოსისტური, ზოგი ბუდისტური. ანუ ეს რელიგიებს შორის კონფლიქტი იქ არც არის, ხო, არც არის და თან დემონსტრატიულად გვერდიგვერდ აშენებდნენ, რომ ჩვენ ვემსახურებით რაღაც უფრო მაღალს ვიდრე ადამიანთა შორის წარმოდგენები. აი ლანდშაფტური თვალსაზრისით ყველაზე დამამახსოვრებელი რა იყო შენთვის და ძალიან ლამაზი მხარე. მე ისიც მითხარი ვთქვათ 1000 კიბე რო აიარე რა დღეში აღმოჩნდა. კი ბატონო. ძალიან ლამაზი მხარეა, ტყით დაფარული. აი როგორც ჩინურ გრავიურებზე გინახავთ. მწვანე, ფიჭვნარი, დილას სამწუხაროდ ვერ მოვესწრე, დილას თურმე ზღურბლები ქვევით არის და ეს მაღალი ნაწილი მთისა, ორბლებს ზევით არის. ნამით არის და სუბტროპიკული, მუსონურ სუბტროპიკული ჰავა. მაისში ვიყავი, ასული საკმაოდ ისეთი დრო იყო და გამიმართლა არ იწვიმა. მაგრამ არ გამიმართლა იმაში, რომ ვერ გავთვალე დრო. თითქმის 6 საათი მოუნდა შუა წელამდე ასვლას. შუა წელზე სახელია იქ ტაძარი დგას. ანუ ეს დაახლოებით 750-800 მეტრია ნულოვანი დონიდან დაწყებული. თითქმის ნულოვანიდან, ხო და ნუ ეს ძალიან სერიოზული გამოცდა არის. კარგ სპორტსმენს ალბათ 4 საათი მაინც დაჭირდება, იმიტომ რომ არის ციცაბო მონაკვეთები. და მოსაღამო და ძალიან შეუსაბამოდ ვიყავი ჩაცმული, ჩანთა მქონდა, ფეხსაცმელები, პერანგი და კოსტუმი. ანუ აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი. არ მეგონა რომ ამ ხელა იქნებოდა. მე მეგონა 1-2 საათში ავალ და მე ჩამოვა. ხო და აღმოჩნდა რომ ამის მერე იწყება რაც იწყება. ამის მერე იწყება ის ყველაზე ციცაბო მონაკვეთი, რომელიც ფოტოებზეც ძალიან კარგად და შთამბეჭდავია რა. თითქმის 400 მეტრი, 50 გრადუსიანი დახრის კიბე მიდის. და ამ კიბეზე ნუ კიდე მინდა ის ვთქვა, რომ ეს არის აშენებული დაახლოებით 2000 წლის განმავლობაში. ანუ მამები შვილებს, შვილიშვილებს, შვილთათშვილებს მემკვიდრეობითო უწოვებდნენ ამ საქმეს. განგრძობითო. ხო, აი ამდენ თაობას შეექმნა კიბე ადამიანებისთვის, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ ზიარებოდნენ ზეცას. ძალიან საინტერესო ამბავია. შენ რაიმე განწმენდის ან თქვათ რაღაც თვით
დაჯერების, თვითრწმენის მომენტი თუ გქონდათ? არა, განწმენდაზე და დაჯერებაზე. მხოლოდ დაღლამ ვერ გეტყვით, ხო? გადაძალა. იცით ეს დაღლაც რაღაც აი აღმოსავლურ ორთაბრძოლების წესს გავს, რომ ძალიან ბევრჯერ უნდა გააკეთო ერთი რამ, თუ გინდა რომელიღაცა ილეთი ისწავლო. აი რაღაც ასეთივე აქაც. იმდენჯერ იმეორებ ამ ერთ და იგივე მოძრაობას, რომ მე სხვა რამეზე იწყებ ფიქრს. საკუთარ სხეულს გძნობ, როგორ სუნთქავ ამას გძნობ. თურმე ასე ვსუნთქავ, თურმე 10 ნაბიჯს მე ვიღლები. თურმე ერთო თუ გავჩერდები აღდგება. სხვაგან გადადიხარ, ეს როგორ ჩანს თავისებული წესიც და ვარჯიშიც იყო მათთვის, მაგრამ თავარი მაინც ერთი იყო, რომ ჩინელები იმიტომ მიისწრაფიან. იქ მოხუცი ხალხიც მინახავს, ძლივს რო დადიან. მინახავს რო ჩამოყავთ, იმიტომ რომ ვეღარ ჩამოდის, ჩამოსვლა თურმე უფრო ძნელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ უკანა კუნთები ისეთი განვითარებული არ აქვს ჩვენ და წინა კუნთი ძლიერია და უკანა ისე რა და ამიტომ მინახავს როგორ ჩამოყავთ იქაურ ბიჭებს, ვინც დარბის ამ კიბეებზე, ეს ადგილობრივი გიდები, ასე ვთქვათ რა. ხო და თავარი განცდა მაინც ის იყო, რომ მარტო გადიხარ გზას მწვერვალისკენ. ვინც არ უნდა დაგეხმაროს, მეგობრები, ნათესავები, შვილები. მარტოს გიწევს ამ გზის გავლა. შენივე ციტირებას გავაკეთებ, აქ კარგად გიწერია, ალბათ მაყურებელსაც დააინტერესებს. ყველანი ჩვენი ცხოვრების გზაზე ჩვენით დავდივართ. ამ გზაზე, ამ შემთხვევაში ტაიშანის კიბეებზე ზესვლისას იერარქიული მდგომარეობა ვერავის შველის. ათასობით საფეხურის ავლის შემდეგ ადამიანი სრულიად თავისუფლდება ყველა პირობითობისაგან. იგი თავის თავთან და ბუნებასთან მარტო რჩება და ზევით მიიწევს. ზოგს გამოსდის, ზოგს არა. როგორც ცხოვრებაში ხდება. კარგად დამეწერია. მეც მგონი, მე თავიდანვე ასე ვთქვათ შევაქე ეს, იმიტომ რომ მართლაც მომეწონა გულწრფელად. არა მარტო იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ხარ და ერთ კითხვასაც მოგცემ. მაგალითად მე ვიცი რომ ჩინეთში ბევრი ქართველიც ჩადის, ყოველ შემთხვევაში კოვიდამდე ასე იყო და კოვიდის შემდეგაც ასე იქნება. ურჩევთ მათ რომ ეს ნახონ, ან ვის რა კატეგორიის ხალხისთვის იქნება ეს საინტერესო. ვურჩევს უყველას, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი და როგორ უნდა მიაღწიონ იქიდან, ალბათ ისევ შანხაიდან, ხო, ან პეკინიდან. შანხაიდან ან პეკინიდან, ხო, ეს ძალიან ცნობილი ადგილია, ნებისმიერი ჩინელი გეტყვით, სად მდებარეობს და როგორ უნდა ჩახვიდეთ იქ. ის ქალაქიც, პატარა ქალაქია ეს ტაიანი, რომელიც მთის ძირში მდებარეობს. კომფორტული, მოწესრიგებული ყველაფერი. ის ტიპური ალბათ ჩინური ქალაქია. ტიპური ჩინური ქალაქია, ბევრი თანამედროვე შენობით, ბევრი სასტუმროთი, იმიტომ რომ უცხოელი ტურისტები იქ ბევრნი არ დადიან, ზოგადად ჩინელები მიდიან ამ პილიგრიმაჟზე რა და ყველას ურჩევს. მაგრამ სპორტულად ჩაცმული და ჩანთების გარეშე. ჩანთების გარეშე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე უბრალოდ კიდევ ერთ პატარა ციტატას წავიკითხავ და შევაჯამებ, ასე ვთქვათ, დღევანდელ ჩვენ საუბარს. შენ წერ ტაიშანის კიბე ალბათ იმისთვის ააშენეს დაუღალავმა ჩინელებმა, რომ ყველასთვის თვალნათლივ დაენახვებინათ, რომ მიზანი არ არის მწვერვალზე მოხვედრა, მიზანი შეიძლება იყოს მწვერვალისკენ მიმავალი გზის გავლა. ალბათ ამის განზოგადება არ იქნება ურიგო ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ნამდვილად მეც ვფიქრობ და ზოგადად ადამიანს ეს აქვს ჩანერგილი, ბევრს ყოველ შემთხვევაში, ყველას არა, რომ თავარი ის კი არ არის, რომ ყველა გზით მიზანს მიაღწიო, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ იქ ასე ვთქვათ საბაგიროც კი არის გამართული, მაგრამ შენ ამაზე უარი ვთქვი. არამედ ის არის მთავარი, რომ შენ რა გზას გაივლი აი ამ სანუკვარი მიზნისკენ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. ამ შვენიერი, ეგზოტიკური და ძალიან იდუმალი ამბის, ასე ვთქვათ, გამომზეურებისთვის დიდი მადლობა მაყურებელს, მე მგონი ეს მცირე მოგზაურობა მათთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო. მომავალ შეხვედრამდე.